მარცხნივ არის ჩემი პირველი სემესტრის ნიშნები, როცა ვიყავი 18 წლის და მარჯვნივ არის ჩემი პირველი სემესტრის ნიშნები ახლა 28 წლის ასაკში. არც ჩემი IQ შეცვლილა, არც უფრო დაჭკვიანებული არ ვარ. უბრალოდ შევცვალე მიდგომა. რაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე რაიმე ტიპის მშრალი ინტელექტი. ამ ვიდეოში ვისაუბრებ იმ ფუნდამენტურ განსხვავებებზე, რაც დავინახე 18 და 28 წლის ასაკს შორის სწავლაში. 18 წლის ასაკში ერთადერთი, რაც მაღელვებდა და ალბათ ბევრი იყავით ჩემნაირად, იყო საგნის ჩაბარება. ყველაზე უაზრობა ის იყო, რომ საგანი რომს ჩამებარებინა, აი ამ მხოლოდ ნიშნებზე კონცენტრაციის გამო რეალურად არანაირი ცოდნა არ მრჩებოდა ამ საგნიდან. შეიძლება შედეგები სრულიად საპირისპიროს აჩვენებს, მაგრამ ახლა ნიშნები ჩემი პრიორიტეტი საერთოდ აღარ არის. პირიქით, ძალიან აქტიურად ვარ პროცესში ჩართული და ვცდილობ რომ ვისი ამოვნო ყველაფრით, იმ საგნებითაც კი, რომელიც დიდად ესე ბუნებრივად არ მიზიდავს. და ნიშნები უბრალოდ ამ ყველაფრის შედეგი არის. აი, რაც უფრო ნაკლებად ვებღაუჭები შედეგს, მით უფრო უმჯობესდება. მნიშვნელოვნად შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება სასწავლო დაწესებულებების მიმართ. ადრე ვუყურებდი როგორც ადგილს, რომელიც მუდმივად შემგან რაღაცას მოითხოვდა და აი სულს მწოვდა. და ახლა პირიქით დაწესებულებასაც და პროფესორებსაც ვუყურებ როგორც ინფორმაციის წყაროს, რომელიც მაძლევს საშუალებას, რომ მივიღო ახალი ცოდნა. ინფორმაცია, რომელიც არის ძალიან კარგად დავარცხნილი, ორგანიზებული და ვიღაცამ დრო და ენერგია დახარჯა იმისთვის, რომ ეს ცოდნა ჩემამდე მოეტანა და აი ამ ნაწილსაც გაცილებით უფრო ვაფასებ ახლა, ვიდრე ადრე ვაფასებდი. თუ კი ვინმეს ინდივიდუალურად გიცდიათ რაიმე შესწავლა, გეცოდინებათ რამდენად მნიშვნელოვანია სწორი მატერიალის მოძიება, თანმიმდევრობის დაცვა, შემდეგ ამ მატერიალის ორგანიზება და რამდენ დროს და ენერგიას მოითხოვს ეს ყველაფერი. ადრე მოსაწყენ საგნებს თუ ოღონდაც მოვიშოროს პრინციპით ვუყურებდი, ახლა გაცილებით უფრო გრძელვადიანი პერსპექტივით ვუყურებ და ყოველთვის ვეკითხები ჩემ თავს, რომ აი რაში შემიძლია რომ ეს ცოდნა გამოვიყენო და 100-დან 100 შემთხვევაში მინიმუმ ერთ პასუხს მაინც ვიღებ ხოლმე. სხვა თუ არაფერი წერის და მეტყველების უნარს მაინც თითქმის ყველაფერი აუმჯობესებს. ხშირად მსმენია რომ წუწუნებენ აი პირობითად პითაგორას თეორიაზე, რომ ცხოვრებაში არასდროს არ გამომადგება და რატომ ასწავლიან. რასაც სასტიკად არ ვეთანხმები. მართლა მჯერა, რომ არ არსებობს ცოდნა, რომელიც პატარა რაღაცას მაინც არ გმატებს ადამიანს. მით უმეტეს პითაგორას თეორია ამდენ კრიტიკას ნამდვილად არ იმსახურებს. არ შემიძლია არ აღვნიშნო კიდევ ერთხელ, რომ პერსპექტივის ასეთი მკაფიო ცვლილების საშუალება რომ მომეცა, არის დიდწილად მედიტაციის და თვითჩაღრმავების დამსახურება. ხშირად ვსაუბრობ ამ საკითხზე და ახლაც ვიტყვი, რომ ზუსტად აი ესეთ შინაგან ცვლილებებს იწვევს საკუთარ თავზე მუშაობა და შემდეგ უკვე ეს შესაძლებელს ხდის, რომ ჩვენს მიზნებს მაქსიმალურად მივუახლოვდეთ. იმასაც დავამატებ, რომ ზოგიერთ ადამიანს 18 წლის ასაკში შეუძლია იგივეს გაკეთება და ასეთი ადამიანები მინახავს მე 18 წლის რომ ვიყავი და ახლაც ვხედავ ბევრს, არ ვიძახი და არ მგონია, რომ პატარაობაში შეუძლებელია დისციპლინის მონდომების და ინტერესის გამომუშავება. უბრალოდ მე არ ვიყავი ეს ადამიანი და ეს ვიდეოც არის მათთვის, ვისაც მსგავსი გამოცდილება ჰქონდა. თქვენ მინდა მოგმართოთ და გითხრათ, რომ ასაკს, timelines, სიჭკვიანის დონეს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ყველაზე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თქვენს დამოკიდებულებას. და ეს ცოდნა აუცილებლად მოვა თქვენამდე, მაშინ როცა ამისი შინაგანი მზაობა გექნებათ.